მუდმივი ცხოვრებისა და საქმიანობის პერიოდს, შეგიძლიათ თუ არა ცალსახად განაცხადოთ, რომ ფრანგულ ნოტარიალურ არქივში 90-იანი წლების საარქივო ჩანაწერებში არ არის ჩანაწერი თქვენი ხელმოწერით, სადაც დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები თქვენი საცხოვრებელი ადგილის ან ოჯახური მდგომარეობის შესახებ, იცნობთ თუ არა პირადად ინგა პავლოვას და რა ურთიერთობა ჰქონდათ მასთან. იცით რას გეტყოდით? კეთილინებდა თქვენი პოზიცია დაიჭირეთ. ოჯახი ჩემთვის არის ყველაზე წმინდა ადგილი და მთელი სიწმინდეა ჩემთვის ჩემი ოჯახი. მე ნამელოდით პასუხს დაელოდით. მე არასდროს არ მიცრუია, სიცრუე არ მიკადრებია. არასდროს კანონი არ დამირღვევია. და ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს ოჯახს და ჩემს შვილებს, ერთი მეუღლე მყავს და 4 შვილი მყავს, ყველა მყავს ერთი მეუღლიდან. კეთილინებდა რაღაც ეთიკურ ნორმებს დაექვემდებარეთ. მე გაგცემთ პასუხს იმისას, რომ არასდროს მე კანონი არ დამირღვევია და არასდროს სიცრუე არ მეკადრებია. სხვა დანარჩენი ახლა რაღაც არქივში თქვენ იქეკები, უკვე ფრანგულ არქივში გადახვედით და იქეკებით და კეთილინებთ, ცოტა ეთიკას მოუხმეთ და თქვენი ადგილი ნახეთ. აი ეს არის ჩემი პასუხი. ეს ძალიან არასწორი პასუხია თქვენი მხრიდან და ასეთი მიდგომა მე მგონი არასწორი. ფრანგულ არქივში თქვენ ახლა უნდა როდის ფრანგულ არქივში 40 წლის 30 წლის წინათ რაღაცას მეკითხებით თქვენ და იმაზე უნდა ვაგვეხოთ დღეს პასუხები მე. მე გეუბნებით პასუხი არის აბსოლუტურად კორექტული. არასდროს შეკითხვას გეპასუხებით მე. არასდროს დაელოდეთ პასუხს. თქვენ კითხვა დაასვეთ უკვე ახლა პასუხი მიიღეთ. რა არ გაწყობს და არაკორექტურობაში მადანაშაულობა. რაში არაკორექტულია, აბა რა არის? აბა გაიმეორე კითხვა. ხელმოწერით არსებობს თუ არა ჩანაწერი. რა არაკორექტულია პასუხი, როდესაც ვამბობ რომ ყოველთვის არ დავიმთავრებ, არსებობს თუ არა თქვენ მიიღეთ უკვე პასუხი, დიდი მადლობა. ჩანაწერი, სადაც არასწორად არის მითითებული. ახლა ნახეთ კითხვა როგორია, ნახეთ კითხვა და ჩემი პასუხი ნახეთ რომ არაკორექტულია, არასდროს ვიმეორებ, არასდროს ჩემ ცხოვრებაში სიცრუე არ მეკადრებია და მით უმეტეს აბა მეტი რანაირ პასუხი გინდათ. ახლა თქვენ გინებავთ რომ ფრანგული არქივი უნდა ამოვწიო 30 წლის წინანდელი და იქ უნდა დავიწყოთ თქვენ ერთად გარჩევა. რა არ გაწყობს ჩემი პასუხიდან რომ არასდროს კიდევ გეუბნებთ და გიმეორებთ. დიდი მადლობა, მოდით გადავიდეთ უფრო სერიოზულ თემებზე, ძალიან ბევრი შეკითხვა